რა გახდა მიზეზი, რა ახალი გარემოება გამოვლინდა, რომ გამოძიება დაიწყოს 2 წლის თავზე. გამომძიებელი პაატა ზამთარაძე საგანგებო მისიით სამტრედიდან თბილისში იმის გამო ჩამოვიდა, რომ ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე 2 წლის დაგვიანებით საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. ოპერატიულობის ახალი რეკორდი შინაგან საქმეთა სამინისტრო უკონკურენტოა. პოლიციამ 2024 წელს მომხდარი დანაშაულის გამოძიება 724 დღის დაგვიანებით დაიწყო. არა მაქვს უფლება მოხდეთ რატო? ვინ აკითხავთ? თქვენ აწარმოებთ გამოძიებას, თქვენ უნდა მოისმინოთ. საქმეთა სამინისტროს პრესზე ძალიან გთხოვთ რა. 724 დღე გავიდა ზუსტად მელიაზე თავდასხმიდან. რამე ახალი გარემოება გამოიკვეთა? აი მაინტერესებს. რა ახალი გარემოება დაადგინა? ვერ გაგცემთ ამეტაზე 2 წლის შემდეგ ეს არის სწრაფი ეფექტური მარცხაჯულება ქართული ოცნების? ესე იძიებს საქმეებს? გასავად შეიძლება. ჩვენ საქმეს ყურში არ ვართ. როგორ აქ ყავთ გამოკითხვაზე დაბარებული ადამიანი და რაზე არ ხართ საქმეს ყურში? პირველი, ვინც დაკითხვაზე დაიბარეს, მელიას დაცვის ყოფილი თანამშრომელი იყო. გამოძიებას მისგან აინტერესებდა რა მოხდა წინა საარჩევნო სამტრედიაში, არა და კადრებში, რომელიც დანაშაულს ასახავს, ისედაც ყველაფერი ჩანდა. საარჩევნო კამპანიის დროს პირდაპირ ეთერში კამერების წინ ოპოზიციის ლიდერს თავში მუშტი ჩაარტყეს. მან პირი, ვინც მელიას თავს დაესხა, საბა ნიკოლეიშვილია. მისი იდენტიფიცირება თავდასხმიდან რამდენიმე წუთში მოხდა, თუმცა 2 წლის თავზე ბრალდებული სტატუსი არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ნიშნით თავდასხმას ადასტურებს, ირკვევა, რომ თავდამსხმელი ახლა იმის მტკიცებას ცდილობს, რომ თავადაც ძალადობის მსხვერპლი გახდა. თავდასხმელი გამოკითხვის დროს, როგორც გამომძიებელმა მითხრა, აღიარებს ჩადენქმედებას, ამბობს, რომ მან ჩაიდინა პოლიტიკური ნიშნით ეს დანაშაული და ასევე ამბობს, რომ თითქოს იქ მასეც განხორციელდა რაღაც კონკრეტულ ძალადობა ცემეს, მაგრამ რაიმე დაზიანება ცემის კვალი მას არ აღინიშნება. აი რას უკავშირებთ აი ამ საქმის 2 წლის შემდეგ თავიდან როგორც გამომძიებელი ამბობს, რეალურად მათი მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურება ამ საქმის არ მომხდარა, ჰაიდროსკოპიური ექსპერტიზის შედეგებს ელოდებოდნენ, მაგრამ საერთოდ რომ ნამდვილად ეს პირი, ვინც არის დანაშაულის ჩამდენი პირი, მან ჩაიდინა დანაშაული. ან ამოცნობა არ ჯეროდა მელიაზე თავდასხმის საქმეზე მუხლი გადაკვალიფიცირდა. თუ 2 წლის წინ მხოლოდ ძალადობის მუხლი დაიწყო გამოძიება, პროკურატურის დავალებით შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა ძიების მიმართულება შეეცვალა. გამოკითხვაზე დაიბარეს ცოდნე მირცხულავაცი სამტრედიაში ინციდენტის შემდეგ თავდამსხმელის დაჭერას ცდილობდა. არ ვიცით ქართულ ოცნებას რისთვის დაჭირდა ამ кейსის ამოღება და გაცოცხლება, თუმცა მოლოდინი არ გვაქვს, რომ შეიძლება მოძალადე დაისაჯოს, იმიტომ რომ 2 წელი ამ ამბიდან გასული ნიკა მელია წელიწად ნახევარია უსამართლო ძის ციხეში. მე დამიკავშირდნენ გუშინ და დამიბარეს მოწმის სახით. აუცილებლად გამოცხადები მაგისტრ მოსამართლესთან, თუმცა არა გვაქვს იმედი, რომ შეიძლება სამართალი და კანონზომიერება აღდგეს. თუმცა ჩვენ ვართ მზად ყველაფრისთვის, ნიკა მელი არის მხნეთ და ყველაფერი იქნება იქამდე, სანამ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი არ ჩამოშორდებიან ხელისუფლების სადავეში. არც ერთი მოძალადი არ დარჩება დაუჟელი. მათ უნდა ესმოდეთ, ქართული ოცნების პირობებში შეიძლება ის ვერ მოხდეს, მაგრამ ამ ქვეყანაში მარცხაჯულება აუცილებლად აღდგება და ყველა მოძალადი აუცილებლად აღგებს კანონის წინაშე პასუხს. 2 წლის შემდეგ მელიაზე თავდასხმის საქმის თაროდან ჩამოღებას მისი ადვოკატი იმ განაჩენს უკავშირებს, რომელიც 6 აგვისტოს უნდა გამოცხადეს. რამდენი ხნით აპირებს ქართული ოცნება ნიკა მელიას ციხიდან ნეიტრალებას, ამის შესახებ სავარაუდოდ 2 დღეში გახდება ცნობილი. დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ სამტრედიის ინციდენტზე გამოძიება მხოლოდ იმის გამო დაიწყეს, რომ ოცნებამ მოჩვენებითი ბალანსი შექმნას. 6 აგვისტოს ჩანიშნულია მორიგი სასამართლო პროცესი, ეგრეთ წოდებული მოსამართლის შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით. ან ნიკას კვლავ დაუმატებენ სასჯელს და უკვე მესამეჯერ მიუჯიან პატიმრობას ამ წლის განმავლობაში და აი ეს საქმე რომ ჩემი ღმერთმენით სჭირდება ხელისუფლებას ეგრეთ წოდებული მოჩვენებითი ბალანსის შესაქმნელად, რომ ობიექტური გამოძიება მიმდინარეობს როგორც ერთ ხარეს, ასევე მარცხაჯულება ხორციელდება ნიკა მელიასთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ეს არის ფარსი, ეს არის თვალშისაცემი, ეს არის 2x2 იკითხება, არავითარი 2 წელი არ ჭირდება გამოძიებას, რომ დაადგინო პირი, რომელმაც მოახდინა პოლიტიკურ ლიდერზე თავდასხმა პირდაპირ ეთერში და 2 წლის ლოდინი არ ჭირდება ამის დადგენას. მელიაზე თავდასხმის პირველი შემთხვევა 2024 წელს არ ყოფილა. ოპოზიციის ლიდერს თავს 2021 წელსაც დაესხნენ, მაშინ როცა პოლიციით გარშემორტყმული ვაზისუბნის საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, თუმცა თავდამსხმელი
სასჯელი არავის უნახავს. ის რომ მელია პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლია, ამაზე ყველა თანხმდება. ამიტომ მის კოალიციაში არ უყვირთ რომ ივანიშვილს ის სამიზნეში ყავს ამოღებული. არ ვიცი რაში არის ახლა ეს საჭირო რა მოხდა და როგორ ხდება, მაგრამ იმის ეჭვიც მაქვს რომ ეს შესაძლოა არ უკავშირდებოდეს მხოლოდ ამ პირის დასჯას. ნახოთ დაველოდებით მოვლენების განვითარებას, ზოგადად ნიკა რომ განსაკუთრებულად ყავს ამოღებული ამ ხელისუფლებას მიზანში, ეს მე მგონი არა მხოლოდ ჩემი შეფასებაა, ეს ძალიან ცხადი ამბავია და ამიტომ ნებისმიერი მასთან დაკავშირებული საქმის ხელახლა წამოწევა ცხადია რომ ძალიან სერიოზულ ეჭვს იწვევს. ნიკა მელი არ არის მხოლოდ მართლმსაჯულების მსხვერპლი, ის პოლიტიკური პატიმარია, ამ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი პოლიტიკური ლიდერი. ბოლო წელს ნიკა მელიას წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის გუნდმა 4 სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ის ჯერ წულკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გაიტაცეს, შემდეგ დაიჭირეს. ციხე თებერვალში უნდა დაეტოვებინა, თუმცა მეორე ბრალდება მოსამართლე შვანგირაძის გაწუწვის გამო წაუყენეს და სასჯელი დაუმატეს. წესით მელია ციხიდან 22 დეკემბერს უნდა გამოსულიყო, თუმცა მოსამართლე თოჩქიანის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ისევ სასჯელს უმატებენ. რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გამოკეტილი ნიკა მელია ბრალდებულია ოპოზიციის დევნის საქმეზეც, რომლის სასამართლო განხილვაც გაურკვეველი ვადით არის გადადებული.